გამარჯობა, უყურებთ ქრონიკას 11 საათზე, მე ქეთი ლაცაბიძევა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. საკრედიტო სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად BB დონეზე დატოვა. წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში ვთავთ საპოლიციო უწყებას. მოგესალმებით. გსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალზე მყოფი პირების შესახებ, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები და ცდილობენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ამ დროისათვის სასაზღვრო გამტარი პუნქტის დარიალის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში იმყოფება 87 პირი. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნულ პირებს არ ეძლებათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებული არიან არაერთგზის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. გარდა ამისა, მათ არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს. შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალზე მყოფ პირთა სამშობლოში დაბრუნებას გულისხმობს და ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა, როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული საკითხის დარეგულების მიზნით ასევე გამოყენებული იქნა პოლიციის ატაშეების ქსელი, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაცია შედგა უკრაინაში საქართველოს პოლიციის ატაშესა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს შესთავაზა რამდენიმე მექანიზმი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება სამშობლოში უკრაინაში. მათ შორის ჩვენ მიერ შეთავაზებული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო გზით მოცემულ პირთა სამშობლოში დაბრუნების ვერსიები. მიუხედავად ამისა, უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფ პირთა საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე, ხოლო დღემდე არ მიგვიღია საბოლოო ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე მსგავსი პირების გადაყვანის პრეცედენტები ჰქონია. უკრაინული მხარის ჩართულობით 2025 წლის ივნის-ივლისის პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან მომავალი დაახლოებით 134 პირიდან 37 პირმა საქართველოს დატოვა მოლდოვის მიმართულებით, ხოლო 10-მდე პირმა სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შესაძლებელია ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში უსაფრთხოდ დაბრუნება. პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დარჩნენ ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში, რათა შემდგომ ქართული მხარე იძულებული გახდეს ისინი დაუშვას საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მათ წესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ რამდენიმე დღის წინ დარიალის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი 15-მდე პირი შიმშილობდა. ყველა მათგანს სურდა, რომ პროტესტის ამსახით ხმა მიეწვინათ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებისთვის, რათა უკრაინული მხარის მხარდაჭერითა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ნებისმიერი გზით დაბრუნდნენ სამშობლოში უკრაინაში. მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომების საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. მათ შორის მზად ვართ ავანაზღაუროთ აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც კი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში იღებს საჭირო ზომებს, რათა ერთის მხრივ დაცული იქნეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მეორეს მხრივ დროულად მოხდეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.
ეს იყო პირდაპირი ჩართვა შინაგან საქმეთა სამინისტროდან ბუსმენდით ალექსანდრე დარახველიძეს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციაში 17 პარტია დარეგისტრირდა. ცესკოში განმარტავენ, რომ ნაციონალური მოძრაობა და პარტია ახალი არ დარეგისტრირდნენ, შესაბამისად საარჩევნო ბიულეტენზე ამორჩეველს არ დახვდებიან ნაციონალური მოძრაობა და ახალი. მათ საარჩევნო ნომრები დაკარგეს, ნომერი 5 და ნომერი 4 შემთხვევითობის პრინციპით სხვა პარტიებს მიენიჭებათ. საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს რიგითი ნომრის შენარჩუნების შესაძლებლობას და ამავდროულად იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნიათ, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოთ წილისყრით. ერთის მხრივ რიგითი ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია რამოდენიმე ფაქტორზე. პირველი, უნდა არსებობდეს ზოგადად ამგვარი უფლებამოსილება, მეორე, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა მოემართა არაუგვიანად 17 ივლისისა და მესამე, მანამ სანამ გაიმართება წილისყრის პროცედურა, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა მოემართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. ამგვარი უფლებამოსილება მთლიანობაში 7 პოლიტიკურ გაერთიანებას გააჩნდა, თუმცა ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ცესკოს თავმჯდომარის 8 აგვისტოს მდგომარეობით არ მომართა, აქედან გამომდინარე რიგითი ნომერი შეუნარჩუნდება მხოლოდ 5 პოლიტიკურ გაერთიანებას, რაც შეეხება იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ წილისყრით რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, დაწყებული 1-დან გაგრძელებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხდება ეგრეთ წოდებულ დოლურაში და გათამაშდება. საკრედიტო სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა. სააგენტომ რეიტინგი უცვლელად BB დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა. აღინიშნა, რომ საქართველო მაჩვენა მდგრადი ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა კი ეკონომიკური და ფისკალური სიჯანსაღით არის გამოწვეული, რასაც თან ახლავს ძლიერი პოლიტიკის ჩარჩო. გარდა ამისა, სააგენტომ საქართველოს 2025 წლის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა, წლის დასაწყისში აღნიშნული პროგნოზი 5.7%-ს შეადგენდა. საკრედიტო სააგენტომ გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისათვის 5.7%-დან 7.1%-მდე, ასევე გაუმჯობესებულია მათი პროგნოზები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან მიმართებით 5%-დან 4.1%-მდე. გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე შეფასებით ასევე გაუმჯობესებულია საქართველოს ეკონომიკური შეფასების ქულა, რაც თავის მხრივ მათივე მეთოდოლოგიით გამოიწვევდა ნოჩის ზრდასაც BB+-მდე. S&P-ს შეფასებაში აღნიშნულია, რომ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო გონივრულია, რამაც ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. სააგენტოს პროგნოზით 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.7% იქნება. მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე კომპანიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა. მაღალი ტურისტული შემოდინებებისა და ფინანსური ნაკედების ფონზე შესყიდვების შედეგად საქართველოს ეროვნულ ბანკმა ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაზარდა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გორში დაჭრის ფაქტი ცხელკვალზე გახსნეს. დაკავებულია 6 ადამიანი. უწყების ცნობით გამოძიებით დადგინდა, რომ 8 აგვისტოს გორში ერთ-ერთმა ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2003 წელს დაბადებულს. წარმოქმნილი კონფლიქტის მოგვარების მიზნით დაპირისპირებული მხარეები თანხმლებ პირებთან ერთად მოგვიანებით კვლავ შეიკრიბნენ. უწყების ცნობით განმეორებით მომხდარი დაპირისპირებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა. დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 43 ადამიანს ბრალი წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის რეალიზაციასაც ახორციელებდნენ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, მეთადონი, ალფა-პვპ, ბუპრემორფინი, ფენტალინი, გამომშრალი მარიხუანა, კოკაინი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი და ფსიქოტროპული ნივთიერება პრეგაბალინი. დაკავებულებს ბრალდება დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის, მშვიდობის, ერთიანობისა და კეთილდღეობის გზით. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი წერს. თამარ ტალიაშვილის განცხადებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების პატივსაცემად დაშვებულია ეროვნული დროშა. დღეს საქართველოს ეროვნული დროშა დაშვებულია ჩვენი გმირების ხსოვნისთვის, რომლებიც დავკარგეთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დროს. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის, მშვიდობის, ერთიანობისა და კეთილდღეობის გზით. რუსთავში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების რესტავრაცია ავთენტური იერსახის შენარჩუნებით ხორციელდება. პროექტი ფასადების სრულ რესტავრაცია, რეაბილიტაცია, საივნების განახლებას, დეკორატიული განათების მოწყობას ითვალისწინებს. ვიმყოფებით რუსთაველის ქუჩაზე, სადაც რამდენიმე კორპუსის გამაგრება მიმდინარეობს და შემდეგ მოპირკეთდება უკვე და შეინარჩუნებს ავთენტურ სახეს, რაც ძველ რუსთავს ახასიათებს. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია მათ შორის ახალ საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნები კორპუსების გამაგრება რეაბილიტაციის მიმართულებით. პროექტი ხორციელდება სრულად ფინანსდება სახელმწიფო ცენტრალური ბიუჯეტიდან, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 2,5 მილიონი ლარს შეადგენს. ისევე როგორც ცენტრალური ხელისუფლებისათვის, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხო გარემოში ცხოვრება და ასევე ის, რომ თავდაპირველ ავთენტურ მდგომარეობას დაუბრუნდეს რეაბილიტაციის შემდეგ. დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სამუშაოები რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. ეწყობა და რეაბილიტაცია უტარდება 3 კილომეტრამდე გზას. პროექტების ფარგლებში განახლდება ტროტუარები, სანიაღვრე და წყალარინების სისტემები. მოეწყობა გარე განათება. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ეწყობა სანიაღვრე არხები, ასევე გარე განათების ბოძები. ეს ყველაფერი ძალიან მალე იქნება დასრულებული, რაც რა თქმა უნდა საშუალებას მისცემს ჩვენ მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელ ხალხს უფრო კომფორტულად გადაადგილების. ორდონიანი ასფალტის საფალი ეწყობა ჭუბერის, გამსახურდიას და 9 აპრილის ქუჩაზე. ასევე აქვე მოწყობილია უკვე სანიაღვრე სისტემები, დამატებით სამუშაოების დასრულების შემდეგ მოწყობილი იქნება გარეგანათების სისტემები. უცხოეთის სიახლეებს გაგაცნობთ აზერბაიჯანმა და სომხეთმა თეთრ და ბოლოს ამინდი 11 აგვისტომდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით შესაძლებელია შავ ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს ზოგან ელჭექით, ტემპერატურა იქნება 26-31 გრადუსი დაბლობში და მთაშიც იგივე ტემპერატურა ნარჩუნდება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც ზოგან მოსალოდნელია, ეს უფრო სამხრეთ რაიონებში. აღმოსავლეთ საქართველოში აქ ტემპერატურა კვლავ მაღალია, 34-39 გრადუსი ნარჩუნდება. ასეთი იყო ქრონიკა 11-ზე, ერთმანეთს შევხვდებით 14 საათზე. დროებით გემშვიდობებით.